იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. ძინარე საყვარელი. მოვედი ძვირფასო. ვაიმეჩ. მესმათუნ გარეთ არის ვინმე? არის გარეთ ვინმე? შემოვალ ეხავე რა იყო? მოვედი რა. ერთი წუთი. ვაიმე ჩემი. ვაიმე, ერთი წუთი. და იმალი. არა მაინც ჩანჩი. მაიცადე რა. არა გავაკე. ერთი წუთი. მე რა გავაკეთო? შენე? ერთი წუთი. ეხლავე. ვახჩი. გოგო გაიღვიძე თორე. მოვიდა და დაგხოცავს ორივეს ალევ. ადექი გეხოწები ადექი გაიგე? ადექი გოგო რა წამალი დალი ესეთი ადექი. რასოას ეს უპატრონო რა არის? ეხლავე. აუ ისე დავიღალე დღეს პროსტა რა. არის მოვიდი. ეხლავე. როგორ ხარ? მე ნატელი. ძალიან დავიღალე დღეს პროსტა იმდენი. მეც. ვიარე. აი ძალიან. მაცადე ჩანთა დამადებინე. აი მოდი აქ დავდოთ. ასე ერთად რატოვდებთ? აქედან უფრო კარგი შესახედია ნახე. კაი მოიცა წამოწოლა მინდა. ვასო? აქ რა ხდება ვასო? რა ხდება? მარტო მე დაშე. ეს ვინ წევს საწალზე? საათ კაცო. არავინ არ არის კაცო, ვინ წევს, არავინ არ წევს. ვინ წევს საწალზე გეკითხები ვასო? სად ვინ წევს გოგოს ეს მოლანდებები ხო არ გეწყება? აქ მე მარტო მე და საწალზე ვინ წევს გეკითხები? ეხა შენ გონი რომ აქ ვიღაცა წევს? თუ რა არის? მე кайფები თუ რა არის? ვერ გავიგე. რას გეკაიფები ბიჭო? ადამიან არავინ არ წევს გოგო, აჰა, დავწექი მე. დედრობითი ლეში წევს რაღაცა ჩემს საწალზე და ვინ არის? ვინ წევს ჩემს საწალზე? მოლანდებები გეწყება უკვე რა. არაფერი არ მელანდება ვასო ხედავ. კაი მაშინ აღწერე როგორი არის? კი ბატონო. მიდი. როგორია და მაღალია და შავგრემანი. მაღალია და შავგრემანი. კიდე? ხო, რაღაცა ხვართალაა და კაი გოგოა რა. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? აქვს მნიშვნელობა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე კარგ ქალთან ყალატობ თუ ცუდ ქალთან განადო. ვერ ახარ შენ კარგად რა. თამარ, გეხოცები რა, ამიტომ არის რომ როცა დაწვევი ლოგინში, დაანები ამ ტელეფონს თავი ნუსქროლა უძილობისგან, უკვე გალუცინაციები გეწყება, გეხოცები რა. ბიჭო, სამსახურიდან მოვედი დაღლილი. და სკროლვა რა შუაშია. რა სამსახური თამარ, 3 წელი აღარ მუშაობ შენ, დაჯეკი. დაჯეკი, 3 წელი შენ აღარ მუშაობ თამარ, მოსვი ცოტა. მესმის შენ ცოტა გადაღლილი ხარ, ცოტა რაღაცები 3 წელი არ მუშაობ. და ახლა გეგონა რომ სამსახურიდან მოხვედი? მართლა გეგონა? რა არ მუშაობ, ბიჭო, მართლა სამსახურიდან მოვედი, ვასო. არ მუშაობ, არა, 3 წელი არ მუშაობ. ვაიმე დედა. ვინ არის ეს ხალი თქო მითხარი ეხა ჩქარა? აი კიდე ვინ არის ეს ხალი თამარ, ძალიან ცუდად ხარ თამარ. არა მართლა გეუბნები რაღაცა. მოდი რა ვქნათ იცი? მოდი დამიწექი გორჩი გეხვეწე, აი შუაში ჩაგიწვევით მოდი რა. ანუ შუაში ჩაგვიწე, ანუ აღიარებ, ხო რომ იქეთ ვიღაც წევს რომ მე აქეთ დავწე და შუაში ჩაგიწვებითო. ანუ აღიარებ, ხო? არა თამარ, უბრალოდ
ბალიში უყურე, ბალიში დავდო შუაში, მე აქეთ დავწვევი და შენ აქედან მომიწექი მეთქი. ვასო, ვინ არის ეს ქალი? გეხვეწები ხა მართლა მე გადავები მართლა თუ რა არის. მარტო მევწევარ გოგო რა გჭირს. ვასო, ვინ არის ეს ქალი? შენ ხარ. მე ვარ? მე ვინ ვარ? აბა მე ვინ ვარ? შენ არავინ არ ხარ, არ ხარ. არ ხარ. თამარ არ ხარ. მე თუ მე არ ვარ, აბა ვინ ვარ? ვინ ხარ? არავინ არ ხარ თამარ. არცად არ ხარ. არა. აბა სად ვარ? სხვაგან ხარ თამარ. შენ ხარ ეხა სხვაგან, ანერვიულებული ხარ. რაღაცა, მოდი რას ვიზა, ვიცი? დამშვიდი, დაწყნარდი, მომიწექი. კარგი, ცოტა გამოხვიდე იქნება, კარგი? მოდი. მოიცა ერთი წუთი, მართლა მეჩვენება, ვასო. მეჩვენება, მოდი. ანუ ვერა ვარ, კარგად. არა, ვერა ხარ, მოდი დაწექი, გეხვეწები, დაწექი, მოდი. შენ თუ ეხა მართლა გონია რომ აქ ვიღაც ძალიან ტახლი მართლა რა. არა, მე მგონი გადავიღალე. ძალიან გადაიღალე, დაისვენე და ძალიან რაღაცა. რაი? მე არ დაიგუდოს, ვასო, ხრინავს. ვინ ხრინავს? დედას გაფიცე, ვინ ხრინავს? ეხლა მართლა გავგიჟდები, გავრეკავ ეხლა სასწაულს, სუდად ხარ ესე იგი შენ მართლა. არა ვარ, სუდად ხრინავს. ვინ ხრინავს? გოგო, ვინ? ეთყობა ჩემი მუცელი არის და მშიერი რომ ვიყავი, აჭულუყუნდა ეთყობა, თორე არავინ არ არის ამ ოთახში. მშია და მიდი რაღაცა გამომიტანე მაჭამე. ვასო, ეხა ერთი რაღაცა ამიხსენი რა. ვინ არის ეს ქალი და მე რო ამ ხელა ხმაზე ვკივი, რატო არ იღვიძებს? ეხლა აქ რო ვიღაცა მართლა იწვეს. ასე რო კივი, არ გაიღვიძებდა? აი ლოგიკა სად არის პოსტა რა? აი მითხარი რა. არავინ არ არის ამ ოთახში, არავინ. არის. მოიცა? ეკაცი ვინ არის? ეკაცი ვინ არის? შენს უკარო დგას. გამოდი ერთი შენ ძმა ვაგ რამე ხო არ გეშლება? ბეჭი ვაგ რა, მოხდა გატყმევია, გადი რა. თავი თუ არ გატყმევი, ამას შეახვარო. რა საკეთებ? და ბეჭო. შენ ბეჭო. კარგია ეხლა ესა? რა? კარგია, აი ეხლა ესე იქცევი შენს. ამ ოთახში არავინ არ არის. ვაიმე, მართლა არავინ არ არის. არავინ არ არის თამარ. ამ ოთახში არავინ არ არის. აბა რაღაცა ხმები რო ისმის. არა, ეს უბრალოდ მოგეჩვენა. კაი, მოდი დაწექი. მოდი დაწექი, მოდი. მოდი. ვაიმე, რაღაცნაირი ხმებია, ვასო. მოდი დაწექი, რა ხმებია, კაცო, რა ხმები? ხმები ეხა შენ ვერ გაიგე ხმები? ჩემი მუცელია, ეთყობა რომ შიერი ვარ, მთელი დღე წასული ხარ, შია და ჩემი მუცელი ხრუნებს თუ, ხრინავს თუ, რავი, რაღაცნაირად ახველებს. მიდი საჭმელი მომიტანე, გეხვეწები რა, ეს დაგვლილი ვარ. ანუ მართლა ამ ხელანა ესეთ ხმას ო, გამოსცა. თამარ გეხვეწები, მართლა უკვე მაშინებ, თამარ. უკვე მაშინებ, ისეთი მოლანდებები გეწყება რა. კაი, კვერცხ შეგიწვავ, კაი? მიდი, კაი. ადექი შეშობელ ზაღლო. ეხურინა ვახად. გამოდი აქეთ. გაიღვიძე, გოგო, გაიღვიძე. ჰოლა. გაიღვიძე. ადექი შეშობელ ზაღლო. ადექი. კაი, თქვათ დავიჯერე. ეხა არ დაიწო კიდე ვიღაცა არისო გეხვეწების და სულად თავანეროები მოშელი რა. თქვათ დავიჯერე, ვასა რომ ამ ოთახში არავინ არ არის. ეს ლიფი ვისია, მაშინ სამზარეულოში იყო. ვისი იქნება? შენი იქნება, ჩემი ხო არ არის, შენია. გაიხარე და მიაგდე ეთყობა. ვაიმე, ისე ამბოლო დროს რაღაცებს უყრი აქეთ-იქეთ. ეუნები თამარ. გეხვეწები, მომიწექი რა. გვერდში მომიწექი და დამშვიდი, შენ ახლა გინდა გამოძინება. აუ მართლა მჭირდება გამოძინება. რამე გააქვს ისეთი რომ დავლიო და ცოტა განთიშოს და დავიძინო. ხალი მომეცი? დამაძინებს? მე მგონი კი. ეხლა მოჩი მაშინ ესა მას აქვს ბალის გავასწორებ და შემოდი, ხო, კაი? კაი, მიდი გამისწორე. აუ ძალიან მეძინება, ვასო, გამოდი რა. მოდი. დამაფარე რა. ეხავე. აგრილდა რაღაცნაირად. ბალისი არის შემოხვეული. ეს საბანის.
Привет. ისე რა? ცოტა ხანი ძან. ვასო? ჯარი. ვასო ვინ არის ეს ქალი? სად ვინ არის ხარ გამაგიჟო? რა ვინ არის, სად არის? ვასო გვერდზე რო ქალი გიწევს ვინ არის? ვინ ქალი მიწევს, გოგო საფხე და ვახაც ვინ ქალი მიწევს, სად მიწევს, რა ქალი მიწევს? ბიჭო, ქერათმიანი ქალი ვინ გიწევს? ვინ არის ეს? შენ ნორმალური ხარ? უსვავ ამ ტრანკვილიზატორებს, გოგო, სულ გაგიჟდი შენ, რა ქალი ვის ქალი, საფხე და. აი, ესე იგი შენ რა მომატყუე? ცოლი ყავს ბიჭო? რა ცოლი გო? აქ მარტო მე და შენ ამაზე ამბო? ხო, ქერათმიანი ქალი ვინ არის ეს? ეს არის ლაბრადორი, გოგო, ძაღლი. შენ რო გეძინა, შემოვიდა და უპატრონო არის, მიუსაფარი ძაღლია და შემოვიყვანე. მოიცავი? ძაღლია ლაბრადორი. კაი რა. ხო. კაი ძაღლია? აბა რა არის? აი მე. დაანებე რა მწავლების მასთან, ხო ხედავ რომ სულად მოქმედებს რა. რანერი ბეწვი აქ ისე, ძალიან რაღაცნაირი ქერა ბეწვი აქ. ხო, ჩალისფერი არის, ხო, რეტრივერია. აუ, ძალიან საყვარელია. რა ქვია, გოგო? თუ ბიჭია? ბათურა, ბათურა. ბათურა? ო. აი მე ბათუ. ბათუ. არ გააღვიძო იკმინება. ბათუ მომე. ბათუ თათი მომე ბათუ ნაჭამია? ნაჭამი არ არის, მშიერი იქნება ახლა. კაი მაშინ ის ძაღლია, ხო? ძაღლი. კაი მაშინ წავალ ხა საჭმელს ამოუტან და მოვალ, კაი? ახ, შენ ისე ეს ვისია? რა? ეს. ეს არის ალიკაპი ამისი. ძაღლი. აუ, სხვაგან. მიყარ ხარ დიდხანს მეცინდა, მაგრამ კაი, ხო მო. მასკე. კარები რა იქნება? ხო, ბადურა სამოუტან და ამოვა. საჭმელი. ეს ვინ რეკავს? მატორისტი ზაზა. ხო, კეთა. მარტო ვარ კი. დიდარი ქმრების ცოლები. ხო, აი ზუსტად მაგას ვამბობ მეც რა. წარმოიდგინე ყოველ დილით ძალიან ადრე ვდგები პირველ საათზე. მე ვიცი, მივდივარ ვარჯიშობ, მე რაღაცა იოგა, ფიტნესი, მე ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, ბოტოქსი, ფილერი, აი მღლის, მოკლედ რა ეს ყოველდღიური რუტინა რა და აი ძალიან მომბეზრდა უკვე რა ეს ყოველდღიურობა და ეხა ჩემი გოგოები ამოდიან სასწრაფოდ რაღაც ახალი ბიზნესი უნდა დავიწყოთ სადაქალო თორემ აი როდემდე უნდა ვიყოთ ჩვენი ქვის კისერზე რა ხო კაი რაღაცა იდეები მაქვს მე შენს გეტყვი კაი წავედი მიდი პაკა კოცნი აუ აკაკუნებთ თორე ეხა რა ყოფილ ხარ ჩემოდით აჰა ძალიან დამეზარა ადგომა უცებ რაღაცა ჯექი არ ადგე მაინც ამაყრენე რა შვები ნაშვებ როგორ ხარ ძალიან მომენატრე მე ძალიან უცებ ეხლა რა მოგიმზადოთ მითხარით ჩაი ყავა ლობიანი პიცა ხაჭაპური რამელი რა ხუმრობ გოგო მე გამოვიძახოთ აბა რა ფცომი და რაღაც რა ფქვილები მინდა და ლობია გამოშტედი მე ცომს როზელს ეს და აი სამზარეულოში წარმოვიდგე აუ არასოდეს ანდაქცინები არა გოგო გამოვიძახოთ ხო მოკლედ ხა მოდი გადავიდეთ საფხეზე რა რატო დაგიძახეთ ახლა ხო ესე იგი ჩემი ქმარი ხო იცით ცოტა ისე დავიწყებ შორიდან ყველაფერს აზე იყოთ რა ჩემი ქმარი ხო იცით ნავთობის ბიზნესშია ხო და ყველა ბენზოგასამართის სადგური რაც არსებობს საქართველოში არის ჩემი ქმრის ხო იცით ხო ვიცი ხო და ეს ბოლო პერიოდია ძალიან წვალობს რაღაცნაირად რა ძალიან წვალობს ისეთი პერიოდია და სახში რომ მოდის ბენზინის სუნი აქვს მეშინია ერთ დღეს არაფეთქდეს თუ რაღაცა და ხო და მეც ვიფიქრე ხა რომ ჩვენც რაღაცა ბიზნესი ხო არ დავგვეწყოთ ხო რომ ცოტა მივეშველოთ რა ჩვენ ქმრებს რა აუ ისე კაია ხო პროსტა გამახსენეთ ხა
შენი ქრის ბიზნესი და შენიც. გოგო, ჩემ ქმარს სამშენებლო ბიზნესი აქვს და აი ეს 90-იანებში ელმაამშენებელი ქარხანა რო დავშალეთ და გავზიდეთ თურქეთში. ხო, ნუ მაგ საქმეს მიყვა მე და მაგას აკეთებს, ხო ხდები ეგ ბიზნესი. ხო, ანუ ის აქვს სამშენებლო. სამშენებლო ბიზნესი აქვს, ხო. ნუ ჩემი კრიმინალი იყო. აი საძმოები რო იყო, აი მაგდროინდელი რა. მაგრამ ეხლა საქველმოქმედო ფონდი აქვს თავისი. რა საყვარელია. ჩემი სიკეთე. საიდან სად? ხო, და სხვათა შორის გოგოებო, აი დღესაც, ეხლაც კამერული ორკესტრის კონცერტი დააფინანსა კურდღელაურში. ხო და მაქედან შემოსული თანხა რაც იქნება, ყველაფერი უნდა გადარიცხოს შავგვრემანი ბავშვების ფონდში. შენ უთხარ თვითონ არის გოგო სიკეთე. ხო და რაღაცით უნდა დავეხმაროთ, ხო, ბიჭებს, ხო, ჩვენ ქმრებს აუცილებლად რა, თორემ მარტო ამ ბენზინ გასამართის სადგურით რაღაცა ვერ იცხოვრებ რა, ნორმალურად რა. შენ ეგ თქვი, აბა როგორ უნდა იცხოვრო? ჯერ მარტო ჩემ ქმარს ეხლა აი ამ ეტაპზე აქვს 15 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. და აი რა ვიცი რა, ფაქტიურად აი ძალიან ტილაობთ ხო. აუ, ერთი წუთი ახლა ვფიქრობ. მოიცა. ანუ ჩვენი ბიზნესი? ანუ ჩვენი შეპასება გვექნება? აუ, ძალიან უკვე მომწონს. ჩვენი შეპასება გვექნება? აუ, რატო არ ქვა შეპასეს? გოგო, რა უნდა დაარქვა? ანუ ქვია უკვე შეპესე და რა უნდა დაარქვა? ანუ შეპესე. ანუ და მარტო ჩვენ იქნება შეპესე. მე მეტი რა თმინდა, გადაო ბიზნესში და ჩამისვი რაღაცა. ხა კიდე. აუ, ძალიან მაგარი ხო არ არის ხო. ყველაფერს რო თავი დავანებოთ. იცი რატო უნდა დავიწყოთ ჩვენი ბიზნესი, რატო უნდა გქონდეს გოგოებო? იმიტომ რომ აი, ნახე, ხო არის ეგეთი გამოთქმა, რომ ყველა ძლიერი მამაკაცის უკან ძლიერი ქალი ზისო. ხო იცით ეგ? მოიცა ზის თუ დგას? არა ზის, იმიტომ რომ ამ ხელაქუსლებით გოგო, აი დიდი ხანი ვერ ვდგები რა, ფიზიკურად. ხო და ზის იყოს. ამ შემთხვევაში. აუ! მესამედები ხო არ გავხსნათ ხალხო? რა? ძალიან მაგარია. მესამედები. ანუ მეორადების მეორადები. ხვდებით, ანუ ძალიან ახმარი ტასაცმელი რო გავყიდოთ. თა სხვა ვერსია შემოგთავაზეთ. გოგო, არ არსებული აქვს, ვაფშე ჩვენ ვიქნებით. არა, რა მესამედები, რაღაცა ცოტა გოიმობაა რა, რაღაცა. აბა რა ვქნათ? აუ, არ ვიცი. ან ბიბლიოთეკა ძალიან მაგარია. მოიცა, ეგ რა არის? გოგო, ნახე ახლა, ანუ ბიზნესურად აგიხსნი რა. ანუ ბიბლიოთეკა არის ადგილი, სადაც მიდიხარ, ესეც სივრცეა, წიგნებია. ხო და შედიხარ და კითხულობ რა. ანუ შენინებით მიდიხარ და კითხულობ? ხო. კაი რა. რას დამცინი, გოგო? ანუ მიდიხარ და კითხულობ? გოგო, რა გჭირ შენ კიდე მე კი არ მივდივარ და მე არ დავდივარ. ანუ ზოგადად ვამბობ რა. ზოგადად. მე ეგეთ ადამიანს ვაფშე არ ვიცნობ. არც მე გამიგია. აუ, მე მაქვს ძალიან მაგარი იდეა. მიდი. აუ, ისეთი ტელეფონები მინდა გამოვიგონო. რომელსაც დატენვა საერთოდ არ ჭირდება, არასდროს არ დაჭდება. აუ, ძალიან მაგარია, შენ თავს ვიცავარ. აუ, ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი. ანუ და ერთი წუთით ახლა მოიცადე ძალიან თან მოვინიშნოთ რა და რა გჭირდება მე მაგისთვის, ანუ რა დაგჭირდება, ასე ხო უნდა ვიცოდე. ანუ როგორ აპირებ თვითონ ამ იდეის იმას? რა? ანუ ეს იდეა რო განახორციელო. ხო? რა იდეა? რა თქვი ახლა ცია? რა ვთქვი? ანუ რო არ დაждდესო თვითონ ეს ტელეფონია. იდეა რო ვთქვი? ხო, მაგას რავი ესე, ანუ განვახორციელებთ ალბათ და ყველაფერი იქნება კარგად, რავი, ხო. აუ, მთავარია იდეა ხო ჩემია? ხო, იასენი. მე გამოჩდება ხო გზები. მთავარი იდეა თორე, ანუ რა უნდა ხო ბიზნესის განვითარებას მართალი. გოგო, აი პირველ რიგში რაც უნდა გავითვალისწინოთ, აი ეს ზუსტად ვიცი რომ დაგჭირდება თეთრი საღებავი.
თეთრი საღებავი. თეთრი საღებავი დაგჭირდება, იმიტომ რომ ბიზნესს რო დავიწყებ და ფულები რო შემოვა, ხო და გავათეთროთ მე ეს ფულები. კი. ჩემი ქმარი სულ მაგას იძახის, რომ ფულები უნდა გავათეთრო და ანუ საღებავი გვინდა ბლომად. უეჭველი ჩემმა ქმარმა თქვა იმ დღეს ერთი 20 ლიტრი 20 ლიტრი უეჭველი ჩავინიშნოთ ეგ, იმიტომ რომ გამოვიწეროთ. აი ხდები ჩაინიშნა. რამდენი რამე არ ვიცით და რამდენი და გვაქვს უცებ რამდენი ჩამოვყარეთ რო არ ეთქვა აი აზე ვერ აუ მოვიდოდი რა ჭკვიანები დავიბადეთ. და მე რა ვიფიქრე კიდე იცი, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ საქველმოქმედო ფონდი, რომელიც იქნება როგორ იცი, ორიენტირებული იქნება გარემოს დაცვაზე და სლოგანი იქნება, რომ აიკრძალოს საწვავიანი მანქანები, რომ არ დაბიძურდეს გარემო. ხო, კაი იდეაა. გოგო, იცი რა არის? ეგ ცუდი არ არის, მაგრამ შენ ქმარს ხო ბენზინგასამართი სადგური აქვს? მე რა შუაშია ეგ ჩემ იდეასთან? აუ, რავი, საწვავის ძრავიანი მანქანები უნდა ავკრძალოთო და შენი ქმრის პოჩი, ანუ ხო არ იმოქმედებს ბიზნესზე. გოგო, ჩემ ქმარს ბენზოგასამართი სადგურები აქვს, საწვავგასამართი კი არა. ვაიმე, სად დააკავშიროთ აუ მეც ატყევი რა შტერივით რა. ჩვენ უკვე რამდენი ხანია ვზივართ აქ და რაღაცა იდეებს რო განვიხილავთ და ვსაუბრობთ, ხო? ხო. ეს ხო საქმეა. რა თქმა უნდა. რასაც ვაკეთებთ ახლა, ეს ხო საქმეა. მე ხო უკვე დავიღალე. აი, ანუ რა წარმოიდგინე, ანუ რა გინდა? რა და მოდი. ყოველ დღე 11-ზე 12-ზე მოდით ჩემთან. ხო. შევიკრიბოთ ხოლმე და ვიმუშაოთ რა, ანუ აი ესე როგორც დღეს რა, ჩვენ ხო ვიმუშაოთ ნაყოფიერად რაღაცეები საქმე გავაკეთეთ. ერთი წუთით ნახე, ხო, მაგრამ დასვენება? არ გვინდა დასვენების დღე? არა გოგო, თავიდან რო ვიწყებთ ბიზნესს, შეიძლება შაბათ-კვირასაც მოგვიწიოს შეკრება და მე ავიღებთ იმ ხო, ისე ეგრეა დასვენებებს. აუ და ხელფას ვინ გადაგვიხდის? აუ ხელფას რა გვინდა, ჩვენი ფრები ხო გვაძლევენ ისედაც ფულს. უბრალოდ ჩვენ ვიმუშავებთ რა. აუ ფასარია, ძალიან მაგარია. სწორია. ძალიან სწორი მიდგომა ხვდები. მართლა ძალიან მაგარი. კაი, წავედით ახლა ჩვენ და ხვალიდან გავაგრძელოთ. კაი, წავედით, ხო. ისე ყარა. მოიცა ერთი წუთით. რა? ბოდიში, სად მიდიხართ? 6-მდე ვმუშაობთ. მოიცა ერთი წუთი. რაღაცა ძალიან უფროსივით ხო არ გამოგივიდა საყვარელა? უფროსივით კი არა, უფროსები ესე ვლაპარაკო. ზოგადად. და ანუ რა გამოდის, რომ შენ ხარ უფროსი და მე და თათია შენი მოადგილეები. რა მოადგილეები? ორი მოადგილე რა თმინდა? ვიღაცა მოფისი ხო უნდა დაალაგოს. ანუ მე და ციაკო ვარ დამლაგებლები? ციაკო არა რა, უფროსის მოადგილე. ხო არ უბერავთ გოგო. ანუ რა გამოდის, რომ ანუ შენ უფროსი ხარ, შენ მოადგილე და მე დამლაგებელი? გოგო, შენ საქმეს არ აკეთებ? დაალაგე გოგო. შენ ეხლა მიმითითებ, რომ მე დავალაგო და მტვერი ავიღო. აბა რაში უნდა მოგცე ხელფასი? ხო, მაგრამ მეკუთვნის. რა გეკუთვნის? არაფერი გაგიკეთებ. დავაით რა, მაგარი არ მაინტერესებს თქვენი ბიზნეს გეგმები რა. всё, გავდივარ ამ საქმიდან რა. ვაიმე, თან მეც მოვდივარ, გოგო, გამოვშტე. დახვიე, გოგო. სამია, გოგო, უცბად. სამიხარ, თვითონ. ჩემ დაუნებურად. ხვალ სამსახურში არ დააგვიანოთ. ანიმატორების ჩხუბი. დღეს უნდა გავატაროთ ყველაზე მაგარი და დაუვიწყარი დღე. ამაში კი ყველასათვის საყვარელი გმირები დაგვეხმარებიან. აბა მოდი ახლა კარგი აპლოდისმენტებით მოვიწვიოთ ჩვენთან ყველაზე სწრაფი ზღარბი სონიკი და უსაყვარლესი პანდა. გამარჯობათ ბავშვებო, მოგესალმებით. აბა ჩვენ დღეს უნდა ვითამაშოთ უამრავი თამაში, ბევრი უნდა ვიცეკვოთ, ვიმხიარულოთ და გავერთოთ. აბა რომელი და ბევრი საუბარი, მოდი დავიწყოთ ბავშვებო, მოდი გავიყოთ ორ გუნდად, გავაკეთოთ ორი გუნდი. ბიჭო, ვერ წავი, რა დავიწყოთ? ველაპარაკებოდი ბავშვებს, რატომ აწყვეტინებ? რაღაც ელაპარაკებოდი, აუხსნა ადამიანმა, აუხსენი მე, ხომ მივესალმოთ. всё, მოდი ბავშვებო, გავიყოთ ორი გუნდი, ერთი აქ, კეთკან მეორე გუნდი აქეთ. კაი, ხო, მაგრამ ეგ გუნდი აქეთ არა, აქეთ უნდა იყოს. ბიჭო, ერთი წუთი რა მნიშვნელობა აქვს? მოიღავი ახლა ერთ გუნდს დაემატე შენ, მეორე გუნდს დავემატები მე. მომის რატო არ მინდა? ეხლა შენ იყავი ამ გუნდში და მე ვიქნები ამ გუნდში, ეხლა და რა ის არის, ვერ გავიგე.
ბიჭო, რა გინდა? ხო გავანაწილეთ უკვე ეს გუნდები და ერთ გუნდს დაემატება პანდა, მეორე გუნდს დაემატება სონიკი, თქვა, აგერ ადამიანი. არა, შენ რო გაანაწილე, ანუ ეგ არის всё შენ გადაწყვეტე თუ რა გინდა ერთი ვერ გავიგე შენ. გადაწყვეტე ხო, რა გინდა? რატო ბიჭო, ანუ შენ რატო წყვიტავ, ესე მე ვინა ვარ ამ სამსახურში? ვინ ახარ და პანდა? რა ვიცი, სხვა ვინ უნდა იყო აბა? პანდა და სხვა ვინ უნდა ვიყო და კაი შენ ვინ ახარ? მე ვინ ვარ და სონიკი. სონიკი? ხო და ელვისის სწრაფი დამაფრინდი აგე რა. რა თქვი ბიჭო, შეიძლება ვინ არის ბიჭო, ვისაც ხარ შენ? ვაიმე, ვაიმე, რა ხდება? ვაიმე, კარგი. ბიჭო, მაცადე. კარგი, რა სირცხვილი. რა მითხარი ბიჭო, ბავშვებთან? ბავშვებთან რა მითხარი ბიჭო? ხო, რა გითხარი და რა გითხარი, რა საჭირო იყო ბიჭო? რა მითხარი ბიჭო, მიზრდელი ხარ ბიჭო, რა გინდა ბიჭო, რა გაგითხარ? ყველაფერი შენ როგორ გინდა ბიჭო, წაყვანა ჩემ გინდა, გმირი ჩემ გინდა. ის ხო იცი რომ ელზა არის ჩემი ბიჭო, იმ ელზას ფორმაზე რომ მეუნებოდი. გოგო შეგედე, რა გომებუტა, გოგო? არ მინდა ასეთ კარგი. შედი და შენ წაიყვანე. აი ახლა შევიდეთ რა. შევიდეთ რა. ხერხულია. რა ბავშვები არიან. ბავშვებო, მოდი ახლა გავაგრძელოთ თამაში. ორ გუნდად ხო ვართ გაყოფილი ხო და ერთი გუნდი ახლა იქეთ გადავიდეს, ერთი გადმოვიდეს აქეთ. სონიკი იქნება თქვენს მხარეს და რა თქმა უნდა, ჩემი მეგობარი უსაყვარლესი პანდა იქნება თქვენს მხარეს. ახლა მოდი ეს ბაწარი ავიღოთ და გავქაჩოთ. ვნახოთ ვინ მოერევა. აბა ვის უფრო მაგარი ძალა ექნება? გავქაჩოთ აბა მოკიდეთ ხელი. აბა გავკაჩოთ, ოპო, ყოჩო, ბავშვებო, პატარა დებურიკო გამოკაჩ. ნუ კაჩავ ბიჭო, მთელი ძალით ერთი წუთი ბავშვი ეკაჩება აქედან და ნუ კაჩავ. მე კი არა, შენ უკაჩავ, ბავშვები არიან ბიჭო, ამ ხელა საქონელი კაცი ხარ, ნელა მოკიდე მაგრამ. რა გირდა, დებურიკო გამოკაჩო, ვაჩვენო და ვაბიძიოს რომ. დავაჩვენო, ნელა ბიჭო. აბა ანი, მოდი ბოროტბიდია საჩვენე რა ძალა გაქვს. მიდი ანი. რა გინდა ბიჭო, შენ ვერ გავიგე. აბა ნუ კაჩავ, მთელი ძალით თუ გეუბნები, რა გინდა, ვერ გავიგე. ბავშვი არის აქე და გამოვაკაჩიე დებურიკოს. გაჩერდი ბიჭო, მე კი არა, შენ უკაჩავ, ცოტა რა თუ ამ ხელა ძალა, ბავშვები არის, ნუ კაჩავ მეთქი ბიჭო. ნუ კაჩავ ბიჭო. რა გინდა ბიჭო, შენ მართლა რა? მომისმინე წამ შენ თუ ძალა არა გაქვს, მე რაც მაბრალებს, მაგრამ რა გინდა ხო ვერ გავიგე. ის არა აქვს ძალა, მოგახრწო, მე ხა ამბობ თოკით მოგახრწო. შენ აბო ის მოახ მოდი აქ შენ. აი გამოდი შეახლა რა. ვაიმე. აი კიდე კაცო, ვაიმე, კარგით რა ხალხო, რა გჭირთ რა. ვაიმე. პანდა. დაბადების დღე კი არა, შენ მოგიბა. შენ ვიდამოკი. ვაიმე. ეხლა ვაიმე რა. ნუ კაჩავ, დელი ძალით ხო? თათი გამძვა მართადე შენ. ჩხუბობთ ხან. არ ცხენია, კარგით რა. შეახვარ. ვაიმე, გააშვენეთ ვიღაცამ რა თორე ხასთონში ვაიმე, გეხვეწებით რა, პანდა. ალო 112-ია? всё, გამოდი. ძალიან გთხოვთ რა. ბერიტაშვილზე რომ მობრძანდეთ თუ შეგიძლიათ 13 ნომერში, იმიტომ რომ დახოცეს ერთმანეთის სონიკმა და პანდამ. და ვინიპუხი მარტო ვერ აშველებს. არა კაცო, რას გეკაიფებით? არა ბატონო, რას კადრულობთ? რას ნიშნავს ფხიზელი ვარ? ფხიზელი ვარ ბატონო, გეხვეწებით, გამოუშვით რა, ბატონო, რატო მაგინებთ, ვერ გავიგე. ერთი თქვენი დედაც ვატირე რა. ბიჭო, ეხა თქვენ მართლა რამ გამოგაქლიავათ ერთიც და მეორეც. როზე ეხა ბავშვები გეოდებიან? სირცხვილია მართლა რა. არამზამზამ. არამზამზამ. მიდი გაართეთ ეხა ბავშვები. მოვიდა პანდა. არა, ეხა რო დავფიქრის. просто არ გეწყინოს რა ბიჭო, რაღაცა უაზრობაზე. ავშადით რა ძმები ვართ ბოლო. სონიკი და ისა რამ პანდა რამ გაბა. ნახვალე ძმა, ძმები ვართ, აბა ეხა რო ვფიქრობ, ეს მეცინება თო. რა უაზრობაზე ვიჭყვეთ ბიჭო. ჯერ შე რაღაცა მითხარი და მე ავყევით ერთმანეთს. ხო, ოღონ ჯერ შენ მითხარი და მაღაზია ავყევით რა, თორე არ გამოქვეყოდი. კი, ეგ იყო, მაგრამ ჯერ შენ მითხარი რაღაც ისულერე და მეც ვეღარ მოვითმინე, ვეღარ გავატარე და ხო. ბიჭო, ჯერ შენ მითხარი და მე გამოგეკიდე მაღაზე. რანაირად ბიჭო, რაღაცა დებილობა მითხარი შეჭამა, ავყევით იმაზე და ვეღარ გავატარე, ძმაო, ეხა ისეთი ცულელეს მეუნები და всё, ვიჭყობთ მაღაზე. შენ ვარ გაქვს ბიჭო, ა? შიგაცა რაღაცა შენ განი ბიჭო აქ. ვაიმე, კარგი. კარგით რა, მართლარ. კარგით რა, რა გჭირთ? ვინიპუხს ხელი. ვაიმე, ამასთან რა არა ბიჭო, ანუ
ვაიმე დაწყნარდით, გეხვეწებით რა. ანუ ბავშვები არიან. სონიკი მორბის ჩვენი ცეცხლოვანი ბავშვები გველოდებიან ახლა და შევარდე თუ არა? შევარდე კი არა, შეახ. პროსტა ვინ არის არ გამოდიოდა შენ მოგსა. ვინ არის არ გამოდიხარ? რა, მე გიხმარა კენგურო. რა კენგურუ ჯერ ეგეთი ლეოპარდთან წავაგე შე დებილო ეგეც რო არის. რა ვისელობა ლეოპარდი გიხმარ კენგურო. კარგი. რა თუნდა ახლა ამას აღა პროსტა ბავშვები არ გველოდებიან. აი შენ თუ გაპატიო ძმაო. აღარ უნდა. შენ თუ გაპატიო მე არ ვიყო ძმაო, აგერ პანდა კუ. შენ თუ ეს სიტყვა გაპატიოს. სირცხვილია შენი. არ უნდა ახლა ბავშვები გველოდებიან და მართლა უხერხული არის ამ ადამიანებს. შევიდეთ და რაღაცა ისა. აღარ მინდა ვაფშე არ წაყვანა მინდა არაფერი და შენ წაიყვანე ძმაო. მე წავი ბაზარი არა ძმაო, მაშინ წავიყვან მე და ოღონდ შენ არ ამოიღო ხმა რა, როცა მე დაგიძახებსიო შემოყვალ მაშინ. ფეხებზე ვიდია. всё. აბა ბავშვებო, ხო არ მოვიწყინეთ? აბა რა, ძალიან კარგი. აი ხა მოდი ჩვენთან შემოვა სუპერგმირი და ის უფრო გაგვართოს. აბა მოდი ყველამ ერთად დაუძახოთ. სონიკ, სად არის ჩვენი სუპერგმირი? აბა სად არის ჩვენი სუპერგმირი შემოვიდეს. სონიკ. შემოდი შენ თუ შემოდი ხარ რა დამტანე ბიჭო რა გინდა? რა გინდა ბიჭო შენ რომ დაუძახე რა მოდი გარე შენ ბიჭო ბოლო მართლა რა გინდა? ვაიმე აღარ შემიძლია. კარგია ხო რა. აგით რა. გეხვეწებით სირცხვილი. ვაიმე იქიდან რა. ვაიმე, კარგი. გეხვეწებით რა. ამომარტყათ. კარგად გახსოვდა ბიჭო შეახვარო კაცო. კაი, შენ დავუშვი. ბიჭო გახსოვდა შუაზე პროსტ. შენ ფორმა მანო გატყუებ, გაიგე? ვიცეკონ. აუ, გეხვეწები, წამოდით რა დაბადების დღე ბოლომდე მიმაყვანინეთ გთხოვ. მიდით. აბა, მართლა ბოდიში რა, თორე არამ ზამზამ. გული. გავაგრძელოთ ბავშვებო. აბა გავაგრძელოთ, მოდი. აბა მოდი დებურიკო, პატარა დებურიკო, მოდი შენ აქეთ დადექი. მოდი დებურიკო, არა მანდარა აქეთ დადექი. აქეთ დადექი დებურიკო. კაი, ბიჭო, ბავშვს ყველა ელაპარაკე, შენ სულელი ხო არა ხარ? რა გინდა ბიჭო? რა გინდა? წყნარად უთხარი, მეტი რა ხო ხედა უთხარი წყნარად და არ ეცვის. ეგ არა, ბიჭო, წყნარად თქვა, ნორმალურად უთხარი ბავშვია, 3 წლისა. ეხვეწები, ახლა არ მაქვს შენი ნერვები შემეში თუ ჩემი ძმა ხარ რა. მოდი შეგეჩვენა რას ქვია, ახლა გითხარი ბავშვს ხმა, მაგრამ ელაპარაკები და არ შეიძლება მეთქი სირცხვილია, მშობელი წაკარი ხო? აი, ახლა ბავშვთან მოქცევას ნუ მასწავლი ძმობას გაფიცებ. ბიჭო, მომისმინე ამ საქმეში ვარ ამდენი წელი, ახლა მე თუ არ გასწავლე, აბა ვინ უნდა გასწავლოს ბიჭო სხვა? აი, ბიჭო, აი შენ რა უნდა მასწავლო, ერთ დაჯექი არ მაქვს, გოცი არ მაქვს შენი ნერვები, გადი ახლა დაჯექიგეთ. შედი ნერვები დამბაწყვიტი აგე რა. ვინ შენ ბავშვის გაშობა განდო? ბეინის დედა სტალკე შევ კიდე. კი ბატონო. უყური ამას. ერთი წუთით უკაცრავად. რა თქვით? ანუ ვინც მე ბავშვის გართობა მავნუ იმის დედა შევ ვის ბიჭო? ანუ არა, მე შემაგინე, ანუ? აი, არა. ეგრე გამოვიდა. მე შემაგინე. ამას გარეთ გამოდი ახლა. კაი, ხალბატონო. არა, ხალბატონო, კაი, ხალბატონო, ბებისები არა. აი, ეგეთი არაფერი. დადი ბიჭო შენ პატარა გიუნეს მიულოჯან გილოცან გემში დაბებით მან იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.